მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. ჩავფიქრეთ თქვენი თავი და თქვენი პიროვნება. გაშლა არის ორივე სქესისთვის. და ნახოთ რას ფიქრობს ადამიანი თქვენზე, თქვენ ურთიერთობაზე, რა გეგმები აქვს. გავიგოთ. იმისთვის რომ მივხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. ლაიკები არ დაგეზაროთ და არ დაგავიწყდეთ კომენტარები და ლაიკები, მიიღეთ ეს გაშლები ჩემგან, თუ კონკრეტულად ეს არ ემთხვევა, გადმოდით ჩემ გვერდზე და აარჩიეთ. ეს იგი ბევრი მაქვს. ჰეიტერებს სალამი ჩემგან. იმისთვის რომ მივხვდეთ რამდენად ეს გაშლა არის თქვენზე კონკრეტულად, ვინ ხართ თქვენ, მოდი. რა პიროვნება ხართ, ვინ ხართ თქვენ ამ ურთიერთობაში? 6-იან ჟეზლი, ეს არის გამარჯვებული ადამიანი, გამარჯვებული თავის ქცევით, თავის თავთან გამარჯვებული შეიძლება რაღაც ნაწილისთვის იყოს. გამარჯვებული შეიძლება გრძნობთ რაღაც სიტუაციაში თქვენ თავს, რომ აი სამყარომ გაგრძნობინათ, რომ თქვენ ხართ გამარჯვებული, თქვენ ხართ ღირსი, არ ვიცი, ყოველგვარი წარმატების და ფინიშთან. იმისთვის რომ არ გეზარებათ სიარული, მუშაობა კონკრეტულ თემაზე, სამიან პენტაკლით და შესაძლებელია თავის ტკივილის მომენტებით გემართებათ, არ ვიცი, უძილობისგან, ასე მომდის ინფორმაციულად და ვიტყვი, ზოგს შეიძლება უძილობისგან, ზოგს შეიძლება შიშებისგან, რომ რამდენად სწორგზაზე ვდგევარ და მომიტანს ეს რამე პროგრესს მომავლისთვის ურთიერთობა იქნება, სამუშაო თემატიკა იქნება, საერთოდ თქვენ მომავალზე ზრუნვა იქნება, შეიძლება ბევრი შიშის და ბევრი ვიღაცა ცუდი ხმები ყვავებით ამ კაცზე კონკრეტულად ამ ტაროზე არის ესეთი შეიძლება ადამიანები ვინც გეუბნებიან არ გამოგივა, ეგ პარტნიორის სიტყვაზე საშენო არ არის, ეგ სამუშაო საშენო არ არის, შენ მაინც ვერაფერს ვერ მიაღწევ, წარმატებას ვერ მიაღწევ, შენ მაგდენი არ შეგიძლია, ეხლა ენერგიის მანდ ჩადებას ჯობია რომ დღევანდელი კვერცხი ჯობია ხვალინდელ ქათამს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველას თქვენი მომენტები გაქვთ, წარმოჩენილია კალოდის ძირში პენტაკლის მეფე შესაძლებელია წარმოადგენდეს მიწის სტიქიის წარმომადგენელი იყოთ კონკრეტულად თქვენ. გაშლა არის ორივე სქესისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მეფე არის, ორივე სქესი არის გაშლა და აქედან გამომდინარე პენტაკლის მეფეს ყოველთვის მიწის სტიქიას პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ არის ვერძი, ქალწული ან თხესრქის წარმომადგენელი შეიძლება ხართ, მაგრამ ყველასთვის არ არასაკვირველია, ძალიან კარგი ესეთი სტაბილური, მყარი ადამიანი ხარ, სტაბილური ნაბიჯებით, სტაბილურად შეგიძლიათ ჩადოთ და გამოიმუშაოთ თქვენი პენტაკლის მეფეს როგორც წესი რაღაცა თავისი ბიზნესი აქვს, თავისი საქმე აქვს, საიდანაც შემოსავალი პენტაკლის მშვენიერი აქვს. კონკრეტულად ამ კალოდაზე არ ჩანს, მაგრამ პენტაკლის მეფეს აი აქ როგორც წესი სტანდარტულ კლასიკურ ტაროში თავისი შკატულკა, არის რა ქვია ქართულად, დამიწერეთ ქართულად რა ქვია შკატულკას ვერ ვიხსენებ ახლა, ამიტომ ვიტყვი რუსულად და მაპატიეთ რუსულისთვის, აქვე ვიძახი, სკივრი ხო? მგონი სკივრი სწორია? დამიწერეთ. სკივრი აქვს თავისი ფულებით და ოქროებით სავსე, ანუ რაღაცა გადანახული, რაც მას მშობლებისგან ერგო, არ ვიცი, ეს მისი უძრავ-მოძრავი ქონება, მისი ბიზნესის შემოსავლის წყაროა, რაც მას შენახული აქვს ბანკში იქნება თუ ოჯახში იქნება თუ რაღაცა ისეთი ფასეული ყოველთვის აქვს პენტაკლის მეფეს როგორც წესი, ძალიან მყარი და სტაბილური პიროვნება, სტაბილურად შემოსავლის მქონე, სტაბილურად გადამდგმელი ნაბიჯების და გამომუშავებელი, ასე ვთქვათ, თავის ფინანსების გაჭირვებული არ არის ყველა ვარიანტში, გეტყვით პენტაკლის მეფე, შეუძლია მიწირის სიამოვნებებითაც ისიამოვნოს, ეს იქნება, არ ვიცი, კარგი მანქანა, კარგი ჩასაცმელი, რაღაცა ბრენდული, კარგი პარფიუმერია, მოვლის საშუალებები, თავის მასაჟი, სპა, კოსმეტიკურ საშუალებებიც თუ ვიტყვით და საზღვარგარეთ დასვენება და გასეირნებაც კი შვებულებებზე. ძალიან ესეთი ერთგული და მყარი ადამიანია, როგორც წესი, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და საერთოდ თავისი საყვარელი ძვირფასი ადამიანების
სფეროში ძალიან სახელოვანი, ისეთი სანდო ადამიანის სახელი აქვს, ასე ვიტყოდი. თუ ხედავთ, რომ თქვენზე ეს გაშლა, მაშინ გავიგოთ ახლა. ეს თქვენი იდენტიფიკაცია რამდენადაც ხვდებით, რომ დაემთხვა, წავიდეთ, გავიგოთ, მაშინ თემატიკა იყო. გავიხსენეთ თემატიკა. ხშირად მოვიწყდება ხოლმე იმდეს იდენტიფიკაციას ვყვები. რას ფიქრობს თქვენზე, მისი ბოლო ფიქრები თქვენზე და რა გეგმები აქვს თქვენთან მიმართებაში, რასაც მოვასწრებ. მე-13 მაღალი არკანი სიკვდილით გეტყვით, რომ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გადის მისი შეგნება, მისი ფსიქოლოგია და მისი ცხოვრება კონკრეტულად თქვენთან მიმართებაში. ძალიან კარგი ამ სიკვდილის გვერდზე სიკვდილმა არ შეგაშინოთ, ყველა ჯანმრთელად და კარგად იქნებით. უეჭველი, ეს არის მაღალი არკანი, რომელიც სრულიად ცვლის მის მსოფლმხედველობას, მის გრძნობებს და გრძნობებით ნელ-ნელა ადამიანი რაც უფრო დრო გადის ატყობს, რომ სხივები აქვს თქვენთან მიმართებაში, ასევე თქვი მიწისტიქის წარმომადგენლები შეიძლება იყოთ თქო, მაგრამ გეტყვით, რომ მეფე თასის ამოდის, თასის მეფეთი შესაძლებელია, მოკლედ წყლისა და მიწისტიქის პიროვნებებზე იყოს გაშლა ჰოროსკოპით. წყლის სტიქია ეს არის თევზები, კიბორჩხალა და მორიელი, შესაძლებელია წყლის სტიქიას წარმოადგენთ, მაგრამ აუცილებელი ყოველთვის არ არის. ემოციურად გრძნობს, რომ ძალიან ემპათიურად და თბილად არის თქვენთან როგორც მინიმუმ განწყობილი თქვენ ურთიერთობაზე, ძალიან ბევრს ოცნებობს და ასე ვთქვათ ტკბება ამ თავისი ოცნებებით თქვენთან მიმართებაში, იცვლება მისი მსოფლმხედველობა, მისი ემოციური ფონი, გადადის იქამდე რაც იყო, გადადის იმაში, რომ ძალიან უნდა თქვენთან როგორც მინიმუმ 10,000-ით, როგორც მინიმუმ ძალიან კარგი ურთიერთობა, სტაბილური ისეთი ემოციური ფონი, რომელსაც ერთმანეთს შეავსებთ და აავსებთ და დიდი ნაწილისთვის 70-80%-ისთვის იმასაც გეტყვით, რომ თუ თქვენი ურთიერთობა უკვე რაღაცნაირ ფიზიკურ შეხებებზეა და ცოტა სტაბილურ ურთიერთობაში იმყოფებით, ასეთი ადამიანებისთვის იქნება, რომ კონკრეტულად თქვენთან ოჯახის შექმნის გეგმა აქვს, შვილების ყოლის გეგმა აქვს და ესეთი ჩამოყალიბებული 10 მაქსიმუმი 100-ით, რომ აგავსოთ და აივსოს ასე იგი მისი ემოციური ფონი, ოჯახური სტაბილურობა შეივსოს, შეიკრას, კარგ ოჯახად, აი ამის ოცნებები ხშირად აქვს. ოცნებების დონეზე ძალიან შეცვალეთ მისი პიროვნება, ვიტყვი, ამ ემოციების კარტების მხრივ ძალიან შეცვლილია ეს პიროვნება და ძალიან ემოციურად არის თქვენთან მიმართებაში, ძალიან. თქვი და აგერ 2,000-ით კიდევ ადასტურებს იმას, რომ ადამიანი იმასაც გრძნობს, რომ თქვენ მხრიდანაც არის ეს გულწრფელობა და ეს ბალანსი ემოციური ფონის, რომ თქვენი მხრიდანაც არის სურვილი იმისი, რომ ხელი-ხელს გაუყაროთ და ერთად იაროთ ემოციურ გზაზე, როგორც მინიმუმ თუ სამუდამო ცხოვრების გზას არ ვიგულისხმებთ, კარტი და სამყარო გვიჩვენებს, რომ ორმხრივია ეს ემოციური ფონი, არა მხოლოდ მას აქვს, თქვენც გაქვთ მის მიმართ და 9 პენტაკლით გეტყვით, რომ თქვენ ხართ მისთვის ძალიან კარგი რესურსების მომპოვებელი და ძალიან რესურსული ქალი. შესაძლებელია ორივე მხარისთვის თქვენ წყულში ფინანსური სტაბილურობა და სიმყარე ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენთვის ასე ვთქვათ, პირველადი, ნომერ პირველი არის ის, რომ სტაბილურობა იგრძნოთ ფინანსური მხრივ და უკვე შემდეგ სხვა დანარჩენი რაღაცები, ასევე შესაძლებელია თქვენს წარმოადგენდეთ მიწისტიქის წარმომადგენელი იყოთ, მაგრამ ყველასთვის არ არასაკვირველია, ძალიან რესურსი და 64-ის ბაღი ადამიანი ხართ, 64-ის ბაღი ქალი ხართ, ძალიან სასიამოვნოა თქვენი ყურება, თქვენი პარფიუმერის და თქვენი სურნელის შეგრძნება საერთოდ მისთვის ემოციურად ძალიან კარგ ტალღაზე აყენებთ. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ქალი ხართ მისთვის უკვე ახლა გეტყვით. გაშლა ორივე სქესისთვის არის, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოირგეთ და როგორ ფიქრობს რა მომავალი გექნებათ ერთად გავიგოთ. აი, ჩეხებ თქვენ თვალწინ და 2,000-ით. უნდა მას გეგმაში აქვს რომ ერთად იყოთ, გეგმაში აქვს ახალი ეტაპი დაიწყოთ შუთით, 0 მაღალი არკანით გეტყვით და ეს ეტაპი იყოს ნელი მყარი მეფე პენტაკლით,
მაგრამ ჯერჯერობით ახალი საწყისიაო იძახიან, შესაძლებელია შვილზეც ოცნებობს თქვენგან ყავდეს. მისთვის ძალიან ცეცხლოვანი და ძალიან მიმზიდველი ქალი ხართ, ვარსკვლავით ჭყვიალა და ბზინვარე, შესაძლებელია სოციალში ჭყვიალებთ და გაქვთ თქვენი გვერდი, სადაც რაღაცნაირად ხალხის გულის ტკივილს, ასე ვთქვათ, აჩერებთ.